დაინახა ხალხი და ავიდა მთაზე. როცა დაჯდა, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები. მან გახსნა ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა. ნეტარ არიან სულით ღარიბნი, ვინაიდან მათია ცათასასუფეველი. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებული იქნებიან. ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, ვინაიდან ღვთისძეებად იწოდებიან. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა. ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ. თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილს ზალა გამოეცალა, რიღათი დამარილდეს. ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთაგან გასათელად. თქვენ ხართ წუთი სოფლის ნათელი. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. სანთელს რომ აანთებენ, ჭურჭელ ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, ყველას გაუნათოს სახლში. ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია. არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაევლის, არც ერთი იოტა ან და არც ერთი წერტილი არ გადაევლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ის იასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას სათასასუფეველში. ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა სათასასუფეველში. ვინაიდან გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ სათასასუფეველში. თქვენ გსმენიათ, უთქვამთ ძველებისთვის, არ აკლა, ვინც მოკლავს სასჯელის თანამდები იქნება. მე კი გეუბნებით თქვენ, ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო რომელიც ეტყვის სულელო, ცეცხლის გეენის თანამდები იქნება. ამიტომ თუ მიიტან შენს ზღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ, მიატოვე იქ შენი ზღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, შენს ძმას შეურიგდი. შემდეგ მოდი და შესწირე შენი ზღვენი.
შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში. ჭეშმარიტად გეუბნები შენ, იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ კოდრატს არ გადაიხდი. ხსმენიათ, რომ თქმულა არ იმურუშა. მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულის თქმით უყურებს, მან უკვე იმურუშა მასთან თავის გულში. თუ გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ 100 ოთაგანი დაგიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს. თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ 100 ოთაგანი დაგიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს. ასევე ნათქვამია, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრის მოწმობა. მე კი გეუბნებით თქვენ, ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს. ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს. კიდევ ხსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისთვის, არ დაიფიცოთ ყულად, არამედ შეასრულეს შენი ფიცი უფლის წინაშე. მე კი გეუბნებით თქვენ, სულ არ დაიფიცოთ არც ცა, რადგან ღვთის ტახტია იგი. არც დედამიწა, რადგან მის ფეხთა სადგამია იგი. არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი. არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერით მის გათეთრება ან გაშავება არ შეგიძლია. არამედ იყოს თქვენი სიტყვა ხო, ხო, არა, არა. რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისგანაა. თქვენ ხსმენიათ, რომ თქმულა თვალი თვალის საწილ და კბილი კბილის საწილ. მე კი გეუბნებით თქვენ, წინ უაღუდგებით ბოროტს, არამედ თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირ. ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, 60 თან გაატანე მას. ვინც ერთ მილზე წაყოლა გაიძულოს, 2-ზე გაჰყევი. ვინც გთხოვოს, მიეცი, ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს. თქვენ ხსმენიათ, რომ თქმულა, შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი. მე კი გეუბნებით, გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. რათა იყოს თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. ვინაიდან თუ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განამებაჟეებიც ასევე არ იქცევიან? თუ მხოლოდ თქვენ ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განაწარმართებიც ასევე არ იქცევიან? მასში ყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი. ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად. თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან. ხოდა როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა,
რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ ცხადად. როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით როგორც თვალთმაცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში. ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ. ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებ ზედმეტს, როგორც წარმართები, ვინაიდან მათ გონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილი იქნებიან. ნუ მიბაძავთ მათ, ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ. თქვენ კი ასე ილოცეთ. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმიდა იყოს სახელი შენი. მოვიდეს სუფევა შენი და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. ური ჩვენი არსობისა მოგვეთ ჩვენ დღეს და მოგვიტევეთ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევეთ თანამდებთა ჩვენთან. და ნუ შეგვიყვან ჩვენგან საცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ. ვინაიდან თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენს მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენ შეცოდებებს. ასევე როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი, ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულება დაჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, ზეთი იცხე თავზე და დაიბანე პირი, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს. ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც რჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდებით ხრიან დაიპარავენ. დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც რჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდებით ხრიან დაიპარავენ. ვინაიდან სადაც შენი საუნჯია, შენი გულიც იქვე იქნება. სხეულის სანთელი თვალი, ხოდა თუ შენი თვალი სუფთა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება. ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. ამრიგად თუ კი ნათელი, რომელიც შენშია სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდი იქნება. არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს. ან ერთი უნდა ზულდეს და მეორე უყვარდეს, ან და იმ ერთ შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც. ამიტომ გეუბნებით თქვენ, ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურს თქვენი სხეულისათვის, თუ რითი შეიმოსოთ, განა სული საზრდოზე მეტი არ არის და სხეული სამოსელზე. შეხედეთ ცისფრინველებს, ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არ ახართ? რომელ თქვენგან შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს? სამოსელზე რაღაც ზრუნავთ. შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან, არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი მთელ თავის დიდებაში არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგან,
თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალკი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს. თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ მცირედ მორწმუნენი. ამრიგად ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ, რა ვჭამოთ, ან რა ვსვათ, ან რით შევიმოსოთ. ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს. თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე და ეს ყოველივე შეგემატებათ. ამრიგად ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი. ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ. ვინაიდან რომელი განკითვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ. It will be measured to you. რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო საკუთარ თვალში დირესაც კი არ ამჩნევ. ანდა როგორ ეტყვი შენს ძმას, მიმიშვი ამოგიღო თვალიდან ბეწვიო და აჰა, შენ თვალში კი დირია. თვალთმაგცო, ჯერ შენი თვალიდან დირი ამოიღე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან. ნუ მისცემთ წმიდა ზაღლებს და ნურს თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ ისინი და შემოbrunებისას თქვენც არ დაგგლიჯონ. ითხოვეთ და მოგეცემათ. And it will be given to you. ეძებეთ და იპოვით. And you will find. Knock. დააკაკუნეთ და გაგეღებათ. And the door will be open to you. For everyone. ვინაიდან ყოველი ვინც ითხოვს, ღებულობს, ვინც ეძებს, პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება. And to him who knocks. The door will be opened. Which of you? არის კი თქვენ შორის ისეთი კაცი, საკუთარი შვილი პურს თხოვდეს და ის კი ქვას აძლევდეს. ანდა თევზი რომ სთხოვოს, გველი მიაწოდოს. ხოდა თუ თქვენ ბოროტებმა იცით კეთილმისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს. So in everything. ამიტომ ყველაფერში როგორც გინდათ რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენს ისევე მოექეცით მათ, ვინაიდან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი. შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისკენ მიჰყავს და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს და მცირედნი ჰპოვებენ მას. ერიდეთ ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განაეკლიდან ყურძენს კრეფენ, ან ბირკავადან გლეხს. ასე ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა.
არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც ცუდ ხეს კარგი ნაყოფის გამოღება. ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. ასე რომ, მათი ნაყოფით იცნობთ მათ. ვინც მეუბნება, უფალო, ყველა როდი შევაცათ სასუფეველში. არამედ ის, ვინც შეასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებასურვილს. ბევრი მეტყვის იმ დღეს. უფალო, განა შენი სახელით არ წინასწარ მეტყველებდით, განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასაულს. მაშინ მე განუცხადებ მათ, მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით მოქმედნო ურჯულოებისა. ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ კეთილგონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს, ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს, ის კი დაეცა და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა. როცა იესომ დაასრულა ეს სიტყვები, ხალხი გაოცებული დარჩა მისი მოძღვრებით. ვინაიდან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი.